ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დასახული მიზნები და ვალდებულებების შესრულების გზები ამ საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონფერენციაზე მსჯელობენ. მეოთხე ყოველწლიურ შეხვედრას საქართველოს მასპინძლობს კონფერენციის მინისტრები ალექსი პეტრიაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ესწრებიან. შეხვედრაზე 26 ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს განვიხილეთ, დეცენტრალიზაცია იყო. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში სერიოზული წინსვლა შეინიშნება, თუმცა ვფიქრობ, რომ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა უნდა გაუზიარონ გამოცდილება, რათა დეცენტრალიზაციის პროცესი უფრო სწრაფად და ეფექტურად მოხდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ევროპასთან ასოცირების შემდეგ. ჩვენთვის ეს არის უცნაური შემთხვევა, როდესაც ყველა გამგებელი და მერი ეს არის პირდაპირ წესით არჩეული. აქედან გამომდინარე, დიდად საკითხები ამ საკითხთან დაკავშირებით და გარდა ამისა უკვე ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე, ფინანსების გადაცემაზე, რომლის თან დაკავშირებითაც აქტიურად მიდის მუშაობა. საკითხი ეხება აგრეთვე დაფინანსების შესახებ სხვადასხვა მიმართულებებს და აგრეთვე მომავალ შეხვედრას, მომავალ კონფერენციას, სადაც უნდა გადაწყდეს უკრაინისთვის, მოლდოვასთვის და საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო მიმოსვლის შესახებ.